დღეს კაპიტან რომეოს გამოცდა მთელი ღამე მემზადებოდი, არ მინდა ცუდი ნიშანი მივიღო. გოგოებო, გამარჯობა, არ გინდათ გავერთოთ? როცა ესე გველაპარაკები, ეს კარგად ასრულდება. მან რა გაქვს გვაჩვენე? ტადამ! დაპაუზების გამოწვევა გინდა? ხო, მაგრად გავერთობით. არა, მე არა. მე თანახმავარ. ლეონა, მიდი შენც. კარგად გიცნობ, დამცინებთ. და თუ პულტი შენ გექნება, მე არ ვარ ისეთი სასტიკი როგორც კუზია. კარგი, მოკლედ, თუ არ გინდა, მაშინ მე და ლუნა დავიწყებთ გამოწვევას. აჰა, კარგი, მოდით, ოღონდ პულტი სამართლიანად გავანაწილოთ. კარგი, ქვახაღალდი მაგრატელი ვითამაშოთ. ქვახაღალდი მაგრატელი 1 2 3. აი, მე გავიმარჯვე, გავერთობით. არა და თამაში არ უნდოდა, პულტი ჩაიგდო ხელში თუ არა, უკვე კარგ ხასიათზეა. ბევრს ვილაპარაკებ, თორე პულტით გაგაჩერებ, შემიძლია მოგრთო კიდეც. მაგრამ რამე მითხარი? ეხლა უფრო ფრთხილად უნდა იყო. ყურადღება. დაგავიწყდათ, რომ დღეს გამოცდა გაქვს? არა და ირად. შენ რატომ არ მიპასუხე? არ ხარ მზად? დუმილი თანხმობის ნიშანია. ჯარისკაცებო, რატომ დასცინით თქვენს კოლეგას? ყოველ შემთხვევაში ლუნა გულწრფელი იყო, ამიტომ მე დავეხმარები მას. თავისუფლად დაისვენეთ. ლუნას გაუმართლა. შეგიძლია ილაპარაკო. ეხლა კაპიტანი დამეხმარება. ჰეი, კუზია, მაისურზე კეჩუბი გაქვს. ჭანდაბა, მეგონა ფრთხილად ჭამდი. უფრო ფრთხილად უნდა შეჭამო. მე ვერაფერს ხედავ. მასე ვერ დაინახა, სარკეში ჩაიხედე. მაინც ვერაფერს ხედავ. გაჩერდი. რა გააკეთე? ეხლავე გაიგებ. ეი, მომაშორე ეს საშინელება. ჩუმა, თუ გინდა რომ ხმაც გამოგირთო. ეს უკვე მეტია. კარგი რა, ეს უბრალოდ პარიკია. კარგი რა, უღოდ მაკიაჟი არ გამიკეთო. შევთანხმდით, არ გაგიკეთებ, დღეს კეთილი ვარ. მადლობა და პაუზას როდის გათიშავ? არ ვიცი, ჩვენ სასადილოში უნდა შევიდე. ეი, დაბრუნდი, ეხლავე. იმედია ესეთ ფორმაში არავინ დამინახავს. ო, ლეონა, სხვათა შორის გეძებდი. ჯანდაბო. როგორც ხელმძღვანელის მოადგილე, სახელმძღვანელოები უნდა დაარიგო, გესმის? აჰა. შვენიერი ის ჩამონათვალი მოამზადე, რომელიც გთხოვე? ხომ დამბირდი, რატომ არ მოამზადე? ჩუმად რატომ ხარ? ახლა განმარტებას ველოდები. დამავიწყდა. როგორ დაგავიწყდა, ხომ შევთანხმდით? მე ხომ სულელი ლეონა ვარ. კარგი, უბრალოდ ხვალისთვისაც აღარ დაგავიწყდეს. როგორც ჩანს გავები. კუზია, შენ ხარ? ლეონად თავი რატომ მომეჩვენე? ნუ მე ისე გიხდებოდა, წავალ ნამდვილ ლეონას მოვუწებნი. ძვირფასო მაყურებლებო, დღეს მინდა მნიშვნელოვანი სიახლე მოგიყვეთ. ხმა უნდა გაგითიშო. ო, არაფერი არ მესმის. ეხლა კი პაუზა. მაყურებლებო, გემშვიდობებით. ვა, რამდენი გამომწერი ყოლია. ეხლა ნახოთ რა SMS შეტყობინებები გვაქვს. კითხულობთ. SMS-ი ჩაკისგან საინტერესოა რას გწერს ის. ჯარისკაცო ლეონა, ყურადღებით. ლეონა, გეძებდი. ლუნა რა გჭირს? უბრალოდ დგას. მოდუნდი, შეგიძლია დაისვენო. კარგი ხო, ლეონა, გამომყევი. შეგიძლია იმოძრაო. დღეს გაგიმართლა. იმის გამო რომ TikTok-ის ლაივი გამიფუჭე, მიიღებ. კარგი რა, ეს უბრალოდ ლაივია. შენ ზავაფასმა ადამიანმა გამიქმა გამოწერა. კარგი, მე კაპიტანი მელოდება. კარგია რომ ტექსტური შეტყობინებების წაკითხვა ვერ მოასწრო. ო, მადლობა ლეონა დახმარებისთვის. არაფრის, შემიძლია წავიდე. მოიცადე, კუზიაზე მინდა გესაუბრო. კუზიაზე რა სჭირს მას? ის უცნაურად იქცევა. რას გულისხმობ? დღეს კუზია უცნაურად ჩაცმული დავინახე. ყველაფერი რიგზე აქვს? რა თქმა უნდა, ის საკუთარ სტილს ეძებს. ყურადღების მიქცევა უნდა. ძალიან უცნაური გზაა. სამაგიეროდ ის ფერადია და სკოლაში ყველა შეამჩნევს მას. დაელაპარაკე, მაინც იქნებ პრობლემები აქვს. კარგი, პრობლემა არ არის. ვარჯიშამდე უნდა ვჭამო, თორემ ძალა საერთოდ აღარ მაქვს. ო, გემრიელად მიირთვი. მადლობა. სტოპ. ნორმალურად ჭამის უფლება მაინც მომეცი. მოგვიანებით შეჭამ. კაპიტანმა რომეო თხოვა რომ დაგლაპარაკებოდი შენს გარეგნობაზე. ო, დამაპაუზე და სრულ იდიოტად გამომიყვანე. ეს გამოწვევა ხომ შენი იდეა იყო? ო, მაგრამ არანაირი მაგრამ, ეხლა მოითმინე. ეი, ვარჯიშამდე უნდა მეჭამა. არა
არა უშავს, კიდევ ვიყიდი. მომხსენი პაუზა. ვარჯიშზე ვაგვიანებ. არა უშავს, შეგიძლია ვარჯიში გამოტოვო. ოხ, საშინელი. გადავწყვიტე არანაირი მნიშვნელოვანი საქმე არ გავაკეთო, რათა შენ არ დამაპაუზო. ფიქრობ, რამე სასაცილოს ვერ მოვიფიქრე? ფიქრობ ვერა. ფიქრობ, რომ ძალიან ბოროტი ვარ? ო, შენ მე გამიჩალიჩე. ეს ხომ ჩელენჯია. ასე რომ ნუბრაზდები. ო, ბატონჩიკი გინდა? თუ შოკოლადია მინდა, მადლობა. იცოდი, რომ ეტიკეტზე დაფარული რამ აწერია. არა, და რა წერია? მეც არ ვიცოდი ამის შესახებ. წყალი უნდა გადაავლო, რომ დაინახო. მართლა, წავალ, აბა ვნახავ. რაღაც ვერაფერს ვერ ვხედავ, არანაირი წარწერაა. ტოპ, ასეც ვიცოდი, რომ რაღაცას მიჩალიჩებდი. როგორ შეგეძლო ესეთი სისულელის დაჯერება? ჭკუა ვერ ვისწავლე, რომ შენი ნდობა არ შეიძლება. მე ყოველთვის შემიძლია რამე მოგიფიქრო. საზიზღარო. კარგი, წავედი ბედნიერად. ალე მაინც გათიშე. ადამიანურად მოიქეცი. კარგი დამარწმუნე. არის ვინმე? კი, დაკავებულია. კარგი, დაველოდები. რამდენ ხანს უნდა გელოდო? აბა ვინ არის აქ? ჯანდაბა, კაპიტანი რომეო მომკლავს. ეს მე ვარ. რამდენ ხანს უნდა იყო? არ ვიცი, ჯობს სხვა ტუალეტში წახვიდეთ. არა მგონი ამდენი ხანი დაგჭირდეს, დაგელოდები. ჯანდაბა. ლუნა, ყველაფერი კარგად გაქვს? დიახ, ყველაფერი კარგადაა. იქნებ ექიმს დავუძახო. არა, ჯანმრთელი ვარ. მაშინ გამოდი. არ შემიძლია. რას უნდა აკეთებდეს იქ ამდენ ხანს? კაპიტანო, მე აქ ვარ, არ ვიცი როგორ აგიხსნათ. ისე ამიხსენი როგორც არის. ჩართვა. იმედია, ჰაერის გამწმენდი შეასყურა. რა სირცხვილია. დიდი ხანია ასე არ მიცინია კაპიტანმა, რომ კინაღამ თავი მოიკლა. კარგია სასაცილოდ მაინც რომ გეჩვენებოდა. ჰეი, ლუნა. რა გინდა შესხრიკებში აღარ გავებმები? საშინაო დავალება არ გამიკეთებია, გადამაწერინებ? არა, შენ ისეთი რამ გამიჩალიჩე და მაგის მერე ფიქრობ, რომ გადაგაწერინებ? ვეცადე და კარგად გთხოვე, მაგრამ სტოპ. ოხ, შენ. მადლობა, ლუნა, ვიცოდი რომ გადამაწერინებდი. მეც გადავიწერ. სიტყვით მაინც ნუ გადაწერთ. თავად გადავწყვეტ. შეგიძლია იმოძრაო. ჯარისკაცებო, ყურადღებით. კუზია, სტოპ. შეგიძლია დასხდეთ. კუზია, დაჯექი. მე რამე გტკივა? არაფერი, უბრალოდ დგომა მინდა. რატომ? ტკრივში დგომა მინდა ვისწავლო. მისასალმებელია. შეგიძლია იდგე, ჯარისკაცო. სულ გაგიჟდი? ცუდი არაფერი მომხდარა. თქვენსგან კითხვაზე პასუხს ვინ გამცემს? კარგი, ლუნა, გამოდი. მაგარია, ეს თემა ძალიან კარგად ვიცი, 12 გულს მარტივად მივიღებ. ლუნა, ძველი ეგვიპტეზე მომიყევი. ძველმა ეგვიპტემ არსებობა დაიწყო? ხმას თავუწიე. შუასაო. აბა გააგრძელე. მე-4000 წლეულის შუა წლებში. აბა გააგრძელე. დანარჩენი მითხარი. ლუნა, რა გჭირს დღეს? მას უბრალოდ დაავიწყდა. ეს რა ჟესტებია, ლუნა? კარგი, დაჯექი. აბა რატომ აწიე ხელი? ორიანს დაგიწერ. შეგიძლია ისაუბრო. შესულელო. არა უშავს ცუდ ნიშანს. მოგვიანებით გამოვასწორე. რომ ვერ გამოვასწორო. შენ ყოველთვის სწავლობ და მომზადებული ხარ. კუზა, დაჯექი. ბოლოს და ბოლოს თორემ ფეხები დამიბუჯდა. ეი, ჯარისკაცო, რატომ დაჯექი? აბა მწკრივში მდგომა, უკვე დავიღალე. არ დაღლიო ხარ, უბრალოდ ფიქრობ, რომ დაიღალე. აბა დაფასთან გამოდი, ჯანდაბა, ჯობდა მთელი დღე მდგარიყავი. აბა დაფაზე დამიწერე რა იცი კლეოპატრას და ტუტანხამონის შესახებ. ბოდიშით ბისნიკა მირეკავს, ეხლავე დავბრუნდები, შენ კი მანამდე დაწერე. ლუნა, დამეხმარი, არაფერი ვიცი ეგვიპტეზე. ახლავე ჩაიწერე. კლეოპატრა. სტოპ. რა ჩაიფიქრე? კუზე, როგორ ჩანს შენს ორიანს დაგიწერენ. უკვე ვნანობ, რომ ეს ჩელენჯი შემოგთავაზეთ. კლეოპატრა.
მაშასე კლეოპატრა ცხოვრობდა 2015 წელს ამერიკაში, ხოლო ტუტანხამონი ინგლისში. მეც კი ხვდები, რომ ეს სისულელეა. საინტერესოა კაპიტანი რომეო რას გვეტყვის. ეხლა შეგიძლია იმოძრაო. უკვე დაწერე? ტუტანხამონი პრეზიდენტი ინგლისის? ეს მე გასწავლე? ეს მე არ დამიწერია. აბა ვინ, ხედავ რომ მარკერი ხელში გიჭირავს. ეს ლეონა იყო. თავად სისულელე დაწერე და მემაბრალებ? თუ ეს შენ არ დაგიწერია, მაშინ მითხარი ვინ არის ტუტანხამონი. ის ეგვიპტის პრეზიდენტია. კარგი გასაგებია, დაჯექი. რადგან არაფერი მოგიმზადებიათ, კონსპექტებს ჩავწერთ. არა. ხედავ შენი პაუზებით რა გამოიწვიე? უბრალოდ გამხიარულება მინდოდა. ეხლა კი ყველაფერი რაც მაგიდაზედებს გადადეთ, დატოვეთ მხოლოდ დროეული და კალამი. მაშასე ჩავიწეროთ თემა ძველი ეგვიპტე. გითხარით ყველაფერი ავიღოთ მაგინდე. მოიცადე, ეხლავე ავიღებ. გვიანია გაკვეთილის მერე მიიღებ. გავაგრძელოთ ჩაწერა. მორჩა შეგიძლიათ შეისწვენოთ. საუკუნე ამდენი არ მიწერია. ეს ყველაფერი ლეონას ბრალია. ასე არა, ყველაფერში ლეონა ყოფილა დამნაშავე. ვინ? ეს ჩემი პულტია, მე ავიღე. არა, ჩემია. შენი იყო, მაგრამ დაკარგე. არა, ახლავე დამიბრუნე. ეს რა გარჩევებია კლასში, ეხლავე შესვენებაზე გადით. ჰეი, არ გამაჩერო. ნუ ღელავ, ლეონას უნდა გადავუხადო სამაგიერო. ხო, ის მკაცრად გვექცეოდა. ვფიქრობ, ამოვუფიქრო, მაგრამ თავში არაფერი მომდის. მე კი მშვენიერი იდეა მაქვს. მაგარია, წამოდი. ლუნა, როგორ ხარ? ვცდილობ თავი კეთილად მომაჩვენო. არ ვცდილობ კიდე კაპიტანთან ერთად მივიდეთ და კულები გამოვასწოროთ. შვენიერი იდეაა, წამოდი. ლუნა, როგორი კეთილი ხარ? კაპიტანი არ არის, გინდა მას დავუძახებ. მოიცადე, მე თავად დავუძახებ მას. სტოპ! რა ჩაიფიქრე? შენთვის კარგი არაფერი. მადლობა, ყვავილებისთვის შესაძლოა არ გავაჩერებდი. გაჩვენდი, თორემ ხმასაც გამოგირთავ. მაშასე რაღაცა საკმარისი არ არის. მან დრას აკეთებ? არაფერს, დაფაზე რაღაცას ვასწორებ. სადა? რა არის? რაღაც ჩაიფიქრე არა? მე წავედი, შენ კი გაერთე. მოიცადე, რა ხდება? დამელოდე. ლეონა, აქ რას აკეთებ? ეხლა ხომ შესვენების დროა. ეგ მეც არ ვიცი. ეს ჩემი საყვარელი შოკოლადია, ეს მე? დიახ, რა თქმა უნდა თქვენ. რა იცოდი, რომ ეს ჩემი საყვარელი შოკოლადი იყო? ეგ რომ ვიცოდე. და რასთან დაკავშირებით ესეთი საჩუქრები? უბრალოდ თქვენი გახარება მინდოდა. ლეონა, ეს როგორი სიტყვები დაგიწერია? სასიამოვნოა, მაგრამ ეს სიმართლეა? დიახ, მართალია. სულელი ლეონა, შოკში ვარ. სასიამოვნოა, მაგრამ მე? ხო, ეს ყველაფერი თქვენთვისა, ყვავილები, შოკოლადი. მადლობა, მაგრამ პატარა ხარ ჩემთვის. ეს მესმის, შენ იმაზე სულელი ხარ, ვიდრე მეგონა. რა არის ასეთი? კაპიტანო, მე თქვენ მიყვარხართ, ლეონა. რა, არანორმალური ხარ, როგორი სირცხვილია. მეგონა, მხოლოდ შენი ყავი ჭკვიანი? არა, ეხლა კაპიტანს თვალებშიც ვერ შევხედავ, ჩემზე რას იფიქრებს? არა უშავს, გადაიტან. სხვა სკოლაში გადასვლა მომიწევს. აბა, ყველაფერმა ჩაიარა? კი, იდეალურად, ლეონა ყველაზე სულელი გოგო გამოვიდა ამ სკოლის. და შეგედავები. ეხლა ჩემი ჯერია პულტი გამოვიყენო. არა, მე ჯერ კარგად არ გამომიყენებია. მე კი საერთოდ არ გამომიყენებია. საერთოდაც სულ მე უნდა მართო, მე გავიმარჯვე. ის მართავ შემდეგ ვინც პულტს აიღებს. ლუნა, პულტი მოგვეცი. არა. შეჩერდით, ეს რა ჩხუბია სკოლაში. მანე პულტი წამოდი, ჩემი პულტი იყო. ეს უსამართლობა. მათი ბრალია. ამ პულტზე ჩხუბობს და პაუზის გამოწვევა გაქვს? როგორ გამოიცანით? ეს მეც მითამაშია მეგობრებთან ერთად. ანუ არ გვეჩხუბებით. არა, მოდი ჩელენჯი გავაგრძელოთ. ყველას გაგაჩუმებთ გაკვეთილის ბოლომდე. ასე გასაგებია? შემიძლია ბოლო რამ თქვა? კარგი, მიდი. ბავშვებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის. ნახვამდის.